რეჟიმი კლავს ამ სახელწოდების აქციაზე იკრიბებიან ამ წუთებში ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტროსთან. მთავარი მოთხოვნა მოქალაქეების სავარაუდო ქიმიური მოწამვლის საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება. მონაწილეებს შორის არიან ექიმები და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებიც. ისინი მოუწოდებენ ოცნების სამინისტროს ახლა მაინც გაასაჯაროოს ზუსტი ინფორმაცია, რა ნივთიერებით მოწამლეს მოქალაქეები და უზრუნველყოს მათი სათანადო მკურნალობა. მარიკა ბოლქვაძე მუშაობს ადგილზე. მარიკა, დაიწყო თუ არა აქცია? სოფო ამ წუთებში იკრიბებიან შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქალაქეები, მედიკოსები, ლოზუნგით რეჟიმით კლავს ახლა იწყება სიტყვის მიმართობით, აგრეთვე ისინი ელოდებიან დანარჩენ მოქალაქეებს, მედიკოსებს. ახლა მთავარი სათქმელი მათი მხრიდან არის ის, რომ მიმდინარე მოვლენებში და პროცესებში, რომელსაც ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ყოველდღიურად საუბრობენ იმ ჩივილების შესახებ, რომლებიც აქციების შემდგომ მათ დარჩათ, საუბრობენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებზე, თუმცა არ იციან, რომელი მკურნალობის კურსი შეიძლება ჩაიტარონ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ახლა აქ შეკრებილი მედიკოსები, მოქალაქეები ამ ყველაფრის პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ და ითხოვენ, რომ მთელ რიგ პროცესებში ჯანდაცვის სამინისტროს ჩაერთოს. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ მათი პოზიცია. ჩვენი მთავარი სათქმელი არის დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება, იმიტომ რომ ამ სუსის გამოძიებას ჩვენ არანაირად არ ვენდობით. ჯერ ესეთი იქ 4 და 5 დეკემბერია ნახსენები 24 წლის და სიტყვა არაა ნათქვამი 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რა ნივთიერება იქნა გამოყენებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენს, რომ სწორედ ამ დღეებში იყო ეს მომწამვლელი ნივთიერება გამოყენებული, რომელმაც ამდენი ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა. სხვა დასკვნა ამის შესახებ არ არსებობს. ეს ადამიანები არიან მოწამლული. ჩვენ არ ვიცით რითი არიან მოწამლული. ეს არის დასადგენი რითი მოწამლეს ადამიანები. დანარჩენი ყველაფერი დადგენილია და კიდევ ვითხოვ ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ გამოიჩინოს მზრუნველობა ამ ადამიანებს. განა ეს ადამიანები არ საჭიროებენ მკურნალობას, არ საჭიროებენ მზრუნველობას და ყურადღების მიქცევას. ამდენად ამას ვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო როგორღაც ადამიანების ჯანმრთელობით დაინტერესდეს. როგორც მოისმინეთ, გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ახლა მთელ პროცესებში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას მოითხოვენ, ისინი უნდობლობას უცხადებენ სუს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოითხოვენ აგრეთვე იმას, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტების დაშლის მიზნით და როგორ შეიძლება შემდგომში ამ აქციაზე მოწამლულმა სავარაუდო ქიმიური ნივთიერებით მოწამლულმა მოქალაქეებმა მკურნალობა გააგრძელონ ჯერჯერობით. აქცია ახლა აქ მიმდინარეობს, მოქალაქეები იკრიბებიან, ელოდებიან კიდევ აქციის სხვა მონაწილეებს, მედიკოსებს იქნება სიტყვით გამოსვლები, სავარაუდოდ აქედან უკვე მონაწილეები რუსთაველის გამზირსაც გადაინაცვლებენ.